რამოდენიმე სიტყვით გითხარით თქვენი ბლოგის შესახებ. რამ გამოიწვია თქვენ ინტერნეტში გასვლა და რა მიზანი აქვს თქვენ მაუწყებლობას? რამ გამოიწვია და პრაქტიკულად იძულებული გავხდით. საქმე რაშია, იცით? ტელევიზია რო არ ბწყალობდა, ეგ ფაქტია და ფაქტია. მთელი ბოლო წელი გავატარეთ ტელევიზიებთან ბრძოლაში. ესე იგი, შეგვპირდებიან, გატყუებენ, განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს კავკასიამ და მაესტრომ. რაღაც ეტყობა ნორმაზე მეტად არიან შეშინებულები. ან თავიანთი პროგრამა აქვს და იციან, რასაც აკეთებენ და ვინ გადაბლოკონ და ვინ არა. მაგრამ ტელევიზიებს კიდე აიტანდა კაცი, იქ დაბლოკვას. უბედურება ის არის, რომ იმ გაზეთებმა, რომლებიც პრაქტიკულად თითქმის არასოდეს უარს არ ვეუბნებოდნენ, უცებ გააჩერეს ჩვენთან თანამშრომლობა. აი რეზონანსი კაცო. ლაშასთვის ჯერ არ ყოფილა შემთხვევა არ მიმეტანოს და ნებისმიერ რაღაცას მიბეჭდავდა, ვთქვათ, კითხველის წერილის სახელით, ან მოსაზრების სახელით. ხო და ბოლოს ორჯერ წინასწარ დაურეკე, მიუტანე, უმარტივესი რამეები იყო. მე მგონი მაინც ის არის, რომ რადგანაც ჩვენ კაფიოდ გამოვავლინეთ, რომ მთელი უბედურება ხდებოდა ოპოზიციის მიერ, უკვე ოპოზიციის გავლენის აგენტობამ დაიწყო მუშაობა, ესე იგი რა. ის კი არა, რომ სააკაშვილის ეშინოდათ. არა, სააკაშვილის არ ეშინიათ მაგათ ეშინიათ უფრო ოპოზიციის, რომ ოღონდ ოპოზიციამ იბაირამოს, ოღონდ ოპოზიციამ გაიხაროს და ოღონდ გააკეთოს რაც უნდა, ანუ საბოლოო შედეგში სააკაშვილს გაუმტკიცოს პოზიციები. მეტი ხო არაფერს არ აკეთებს ოპოზიცია რა. და კიდეც საქართველოს უკვე საკმაოდ სერიოზულად არის მაგაზე ლაპარაკი, რომ სააკაშვილს ჭკუა რო ჰქონდესო და მე მგონი აქ კიდეც ჭკუა, ოპოზიციას თვალისჩინვით უნდა გაუფრთხილდესო და უუფრთხილდება კაცო. აი ესეთი რაღაცა. აი ეგ არის და ეგ, მეტი სხვა მიზეზი არ ყოფილა. თუმცა რა თქმა უნდა, მაინც ვიცით ჩვენ, რომ ტელევიზია საკმაოდ სერიოზული ძალაა. აი ამისი ყვებოდი და ეხლა თქვენ გეტყვით რა. უბანში მაგალითად ჩემს მეზობლებთან, მეგობრებთან ლაპარაკობთ ხო პოლიტიკაზეც, 1000 რაღაცას ყვებით და რამოდენიმე თუ ერთ და იგივე რაღაცა გვითქვია და ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. იყო შემთხვევა, რომ გავსულ ვარ ტელევიზიით, იგივე საკითხზე, იგივე საქმეზე, იგივე ამბები მილაპარაკია და მეორე დღეს შემხვედრიან ეს ჩემი მეგობრები და უთქვიათ, აუ რა კაი რამეების თქვიო, რა კარგად ილაპარაკეო. ის კი არა რომ მოეწონათ მე რომ კარგად ვილაპარაკეთ უცუდად, არა. ლაპარაკი ხება იმას, რომ თითქოს პირველად გაიგეს ჩემგან ამის ეს ამბავი. ამ დროს ამდენი ხანი ვლაპარაკობთ, რამდენი ხანი ეს საკითხი გარკვეული ვარ. არა, აი ტელევიზიით რო გამოვედი, უკვე ის სხვა რაღაცა, ესე იგი სხვა ეფექტი აქვს, ხო და მეც მინდა რომ ესე იგი გარკვეულად მოვახდინო გავლენა, ასე ვთქვათ, ჩემი ქვეყნის ხალხზე. გავლენა როგორი, ესე იგი, როცა ვლაპარაკობ, ახლა რისი იმედი მაქვს რა პრინციპში. მაგალითად, ძალის შემწევს ქადილისაო იტყვიან ხოლმე. თუ მე ვამბობ, რომ ის პოზიციები, რასაც ჩვენ ვატარებთ, არის მართალი და მართლაც მინახია, რომ ადამიანებთან, ადამიანების ჯგუფთან, დიდ დარბაზთან, ან აქციების ჩატარების დროს, ესე რომ პიროვნებასთან, 10 კაცთან, 20 კაცთან, 500 კაცთან და 700 კაცთან, რომ გვილაპარაკია, ფანტასტიკური შედეგები აქვს და გადასარევად იგებს ყველა. ის კი არა, ის თუ თქვათ, რომ ჩვენ ყველანი ესე ვფიქრობდითო, უბრალოდ აი ეს სიტყვები შეიძლება შენ უფრო კაფიოთაგან გამოხატულიო. ამიტომაც ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას გადარჩენა უნდა გესმის და მე არ მივცემ საშუალებას არც ტელევიზიებს და არც ამ გაზეთებს ზოგიერთებს, რომ ხელი შეგვიშალონ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. და ოპოზიცია იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, სულ არ მედარდება. თუ ჩემი ქვეყნის ცხოვრებას და ჩემი ქვეყანაში სიცოცხლეს ხელს უშლიან და თუ სააკაშვილის მომაგრებით არიან დაკავებული, მე არ არსებობს ვარიანტი ვინმეს ვაპატიო. პრაქტიკულად როგორ ვთქვა, გადაული იყოს ესე.
მე მგონი შეიძლება რომ თქვა კიდეც. თქვენ ხაზი გაუსვით ოპოზიციის საქმიანობას. კონკრეტულად ის, რომ დღესდღეობით ისინი სააკაშვილის პოზიციების მომაგრებით არიან დაკავებულები. ამ საკითხზე თუ დაამატებდით 2 სიტყვას. კეთილი. რა იცით, ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ იძულებული გამხდარვა, რომ მე თქვა ხმამაღლა საზოგადოებაში, რომ მე ოპოზიცია არა ვარ. იცით ძალიან კარგად, მე და ჩემი მეგობრები არა ვართ ოპოზიცია. იმავე წუთში გეკითხებათ, სააკაშვილის ხარი გიკავიათ? არა ბატონო, მე არც ოპოზიცია ვარ და არც პოზიცია და ეხლა გეტყვით რაშია საქმე. უკვე მე რამდენი წელია თითქმის ყველა ორგანიზაცია, პარტიასაც ეძახიან ხო ზოგიერთს. შეთანხმებულია იმაზე, რომ სააკაშვილი ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს ჩვენს ქვეყანას. ზოგი ამბობდა მტერივით იქცევა, ზოგი ამბობდა მტრულად ჩადის საქმეებს. ძალიან მარტივია. შევთანხმდით ძალიან კარგად და არავისთან პრობლემა არ ქონია მაგაზე, რომ ეს არის ჩემს ქვეყანაში მოსული მტერია მოსული ჩემს ქვეყანაში. და ანადგურებს ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ყველაფერს. შეიძლება ისიც კი ითქვას, წაბილწა თუ კი რამე წმინდა და სუფთა იყო ჩემს ქვეყანაში. შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას. ამიხსენი, თუ შენ საქართველოს პატრიოტი ხარ, თუ ქართველი კაცი ხარ და საქართველოსთვის კარგი გინდა, ამბობ, რომ მტერია მოსული ქვეყანაში. მაშინ თუ ლოგიკასთან წრალად არ ახ მტერი თუ აქვს ქვეყანაში, შენ ამიხსენი, როგორ ახარ ოპოზიცია? მტრის ოპოზიცია ხარ? მტერ შეიძლება რომ ოპოზიცია ხავდეს? ოპოზიცია შეიძლება ხავდეს შენს ხელისუფლებას, რომელიც თქვათ არ მოგწონს, ან მოგწონს, მაგრამ გინდა რომ უფრო კარგად იმუშაოს. თუ მტერია მოსული ქვეყანაში, თუ ჯალალედინია მოსული ქვეყანაში და ანადგურებს ქვეყანას, როგორ შეიძლება იმისი ოპოზიციონერი იყო? ამიტომაც მე მინდა მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ორგანიზაციას, ვისაც კი ჩემთან ჰქონია საქმე, ჩვენ გვილაპარაკია ყოველთვის ამას, რომ ეს კაცი არის ჩემს ქვეყანაში მოსული მტერი. ამაში მეთანხმებია, მაგრამ იმ ლოგიკურ დასკვნაში, რაც ამას მოსდევს, ვერ მომყვებიან. არ ვიცი, ხათრი აქვს, შიში აქვს, თუ რაღაცა სტერეოტიპზე შედან, თუ მტერია ქვეყანაში, იმას ოპოზიცია არ შეიძლება რომ ხავდეს. ოპოზიცია ეს იმას ნიშნავს, რომ მასდამე მტერი არ არის. მტერს უნდა ხავდეს ქვეყანაში მხოლოდ მტერი. თუ შენ კარგი მოქალაქე ხარ, თუ კარგი ქართველი ხარ, მტერი უნდა იყო აუცილებლად. შეიძლება თავი წაღუნო და მაშინ კონფორმისტი ხარ. ესე იგი ყველაფერს იტან. თუ თანამშრომლობ, კიდევ უფრო ვაი, მაშინ კოლაბორაციონისტი ხარ. ფრანგები მაგალითად გერმანელები როცა იყვნენ შესულები, ან გერმანელთან მოთანამშრომლებს ამათ ყველას კოლაბორაციონისტებს ეძახდნენ და ცდილობდნენ რომ შუქში ტყვიას დაეჭედებინათ. კიდე კაი რომ ჩვენ ეს გზა არაფერში არ გამოგვადგება. ჩვენ პირიქით სულ სხვანაირად უნდა მოვიშოროთ ეს კაცი. აი ხლა ლოგიკურ დასკვნაზე ვილაპარაკე და რომ გამოვიდნენ 9 აპრილის მიტინგზე და რომ მიაკრეს, გადადგეს სააკაშვილი. ოპოზიციამ დაწერა, ხო ეს ორ დიდ პლაკატზე. თუ მტერია, მტერი როგორ უნდა გადადგეს, კაცო? მტრის გადადგომა მე არ გამიგია. ან შევცვალოთ უნდა სააკაშვილი. ესე იგი უნდა მტერი შეცვალო. ან მიტინგს მიწყობ, რომ წავიდეს სააკაშვილი. მტერი მიტინგით ვის გაუშვია შედალოცვა. ამიხსენით ვინმე, ესე იგი ლოგიკურად თქვას, მტერი შეიძლება მიტინგით გაუშვა? ზღაპარი. კიდე არჩევნებზე ლაპარაკო, კიდე ერთხელ ვიტყვი. რა ის არჩევნები? ვითომეტეს გაყალბდა არჩევნები, გაიძახიან. თუ გაყალბდა არჩევნები, ესე იგი ყოფილა არჩევნები, არა. მტერი არჩევნებს ვერ ჩაგიტარებს. არ არსებობს, ესე იგი, არც გაყალბებული და არც მართალი. ისევე როგორც არც ოპოზიცია არ არსებობს, თუ ამბობ რომ მტერია ქვეყანაში, არ არსებობს არც ქუჩის ოპოზიცია, არც საპარლამენტო და არავითარი ოპოზიცია არ არსებობს. თან ხელისუფლებისთვის ბრძოლას იძახიან. რა ხელისუფლება? რის ხელისუფლება?
ეგ გამორიცხულია რომ ხელისუფლებად ჩაითვალოს. აქ არის მარტივი რამე. ქვეყანა ჯერ უნდა გავანთავისუფლოთ და მერე წავიდნენ და გინდა იხელისუფლებონ, გინდა იოპოზიციონერონ, იპარტიონ, რაც უნდა ისაგან, მე მაგათ ხელს არაფერში არ შეუშლი, მაგრამ ჯერ ყველა მომეხმაროს, რომ ქვეყანა გავანთავისუფლოს.